დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 25 ივლისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. დიპსტეიტის გავლენები და შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება ეს საკითხები კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ქართულ ოცნებაში ყურადღებას ამახვილებენ იმ არაფორმალურ გავლენებზე, რაზეც თავად დიდი ხანია საუბრობენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს არის პროპაგანდისტული ხაზი, რომლითაც მმართველი გუნდი აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ის რაც არის deep state-ისთვის მიუღებელი, პირდაპირ იფუთება როგორც რუსული, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული თუნდაც საკანონმდებლო აქტი, გარკვეული პროცესი, კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ საქართველოსთან მიმართებითაც როგორ ცდილობდნენ ისინი შესაბამისი აი ამ მავნებლური ხრიკის გამოყენებას, თუმცა მეორე მხრივ დავენახეთ ისიც, რომ მათმა აი ამ წამოწყებებმა საბოლოო ჯამში ფიასკო განიცადა. ეს არის სრულიად პროპაგანდისტული ხაზი, რასაც ოცნება ჭყალებში წარმატებით ახორციელებს საქართველოშიც და ამ ყველაფერს მივყავართ იმისკენ, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, ფაქტობრივად საქართველოს ევროპული მომავალი არის ისეთი საფრთხის წინაშე, როგორც არასდროს და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნებას. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელიც კი მოიხსენიებს ამ ძალას როგორც deep states და შესაბამისად თუ ვინმეს უნდა რომ დასცინოს ამ დასახელებას, რასაც ქვია deep state-ი, ამერიკის პრეზიდენტს დაზვერვის უფროს და სახელმწიფო მდივანს გაუგზავნოს ეს ღიმილები. ამერიკის დაზვერვის უფროსი რომ მოიხსენიებს, რომ ჯერ კიდევ თვითონ ამერიკის უწყებებში სამწუხაროდ ყოფილან deep state-ის წარმომადგენლები, რა გასაკვირია რომ საქართველოში იყოს გლობალური ომის პარტია იგივე deep state-ის წარმომადგენლობა. არ შემდგარი ერთიანობა და ორად გაყოფილი ოპოზიცია ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, აცხადებს, რომ ეს არჩევნები ბრძოლაა ქართული ოცნების წინააღმდეგ. მეორე ნაწილი კი საკუთარ კოლეგა ოპოზიციას ერთიანობის დაზიანებაში ადანაშაულებს. აცხადებენ, რომ მათ ქართული ოცნებას დახმარების ხელი გაუწოდეს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი დიდად არაფერს შეცვლის. სამწუხაროდ ამ ორმა პარტიამ ჩვენს ხალხსა და იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღე კანონების თავზე ზურგი აქცია ფაქტობრივად გაუწოდეს ხელი არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას, რითაც დააზიანეს ერთობა და ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ბრძოლის ინტერესები, ხო? ამიტომაც შედეგებზე თავად იქნებიან პასუხისმგებლები და შედეგები იქნება ის, რომ მათ ხალხი მიუჩენს თავიანთ ადგილს. ჩვენ ყარად გვჯერა, რომ არ შეიძლება იყო ოპოზიცია მაშინ, როდესაც რეჟიმი ყავს დასამარცხებელი და აქ სამომავლოდ აუცილებელი იქნება პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების ერთიანობა. ერთი ნაწილი დესტრუქციული ოპოზიციის კატეგორიულად გმობს არჩევნებში მონაწილეობას და მოღალატეებს უწოდებს იმ ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, თუმცა ფართო სურათი ცხადია, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონაწილეობასთან თუ არ მონაწილეობასთან დაკავშირებით არაფერს არ ცვლის, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი უბრალოდ ლეგიტიმაციას ვერც მიანიჭებენ არჩევნებს და ვერც ლეგიტიმაციას ვერ გამოაცლიან. ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო საქართველოს ჩატარებული არჩევნებისთვის ეს არის ქართველი ხალხი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა. ადგილზე გუშინ გვიანობამდე იყვნენ შეკრებილები სამართალდამცველები და მოსახლეობის ნაწილი. მათ შენობიდან გამოიტანეს პირადი ნივთები. ადგილზე იყო ხმაური გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, აღსრულების ბიურომ გამოსახლების პროცესი სამხარაულის ბიუროს დასკვნისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო მუშაობას შენობას დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული. დასკვნის მიხედვით არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ბლექსი პროპერტის ყველა სასარჩელო მოთხოვნა და ადგინა შენობაში შეჭრილი პირების გამოსახლება და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კომპანიისთვის გადაცემა.
თბილისის მერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა კახაკალაძემ წარმოადგინა კონკრეტული დოკუმენტები. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თვალჭრელიძის პირველ ნომერში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული 9 ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ 3 დათანხმდა, მათგან 2 ქირით დაკმაყოფილ და 1 უარი ეთქვა საკუთრებაში დაფიქსირებული უძრავი ქონების გამო. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი შენობაში შეჭრილი 285 პირიდან დევნილი სტატუსი აქვს მხოლოდ 58-ს, მათგან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში სახელმწიფოსგან უკვე დაკმაყოფილებულია 24-29 შევსებული აქვს განაცხადი სახლის შესყიდვაზე. აქედან ნაწილმა დადებითი პასუხი უკვე მიიღო. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ შენობებს და ტერიტორიას ყავს კერძო მესაკუთრე, რომელსაც მოგებული აქვს სასამართლო დავა, მაგრამ ამის მიუხედავად მოსახლეობა რამდენჯერმე გადაიდო. ჩვენ გვაქვს ოქმები ამ ადამიანების ხელმოწერებით, სადაც უარს აცხადებენ ქირით გასვლაზე. მე მინდა ახლა გაჩვენოთ უბრალოდ ოქმები, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარები, მათივე ხელმოწერებით. ასევე სრულად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს მერიამ მხოლოდ 3 თვით შესთავაზა ამ ადამიანებს ქირით უზრუნველყოფა. ნახოთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ოპომედიის მტკიცებით დღევანდელი გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მე წარმოგიდგენ კონკრეტულ დოკუმენტებს, კონკრეტულ საბუთებს, სადაც საზოგადოება ნახავს, რომ ადამიანები ფლობენ სხვადასხვა მიწის ფართებს, საცხოვრებლებს რეგიონებში. ასევე დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე. ამ ადამიანს გააჩნია სახლიც საკარმიდამო მიწების ოზურგეთის რაიონში, ფლობს 6 სატრანსპორტო საშუალებას. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფები და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარე სახლის ჩამოშლას მოხდა და დღეს ზუსტად ის ხალხი, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით თავიანთი საკუთარი საცხოვრებლებიდან და დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობიდან, აი აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა იმ ადამიანების, რომლებიც შეჭრილია სხვის კერძო საკუთრებაში ყოფილა თურმე დანაშაული. უკრაინაში ომი გრძელდება, საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გამოცემა პოლიტიკოს სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით იზრდება შეშფოთება, რომ ზელენსკი შესაძლოა იყენებდეს საომარი მდგომარეობის პირობებში მინიჭებულ უფლებამოსილებას ძალაუფლების კონცენტრაციისთვის. სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული დემოკრატიის სიძლიერის მიუხედავად რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წელს თავს იჩენს დაძაბულობა, რომელიც ზელენსკის ხელში ძალაუფლების მობილიზებაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მის ადმინისტრაციას კონტროლს აძლევს საკვანძო ანტიკორუფციულ სააგენტოებზე. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს რადიკალური ნაბიჯი რუსეთის ჩარევის თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო. გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა, პროტესტს კი ზელენსკის ინიციატივის ცვლილება. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. საფრანგეთის გადაწყვეტილებას გმობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი და მას ტერორის დაჯილდოვებას უწოდებს. როგორც მაკრონი განმარტავს ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ხდომაზე გააკეთებს. პარალელურად ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მოლაპარაკებები გაიწვია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. დონალდ ტრამპის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე ჰამასის პასუხი აჩვენებს, რომ მათ შეთანხმების მიღწევა არ სურთ. ვიტკოფი ამბობს, რომ ვაშინგტონი ალტერნატიული ვარიანტების ძიებას დაიწყებს. და ისევ საქართველოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისია ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია ადგილობრივების გადამზადება ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ბაღდათის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
შეხვედრა გვქონდა მერის წარმომადგენლებთან და დეტალური ინფორმაცია გავაცანით პროგრამის შესახებ. იცით რომ 2 მოდულისგან შედგება, ეს არის ციფრული წიგნიერების და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების ტრენინგ მოდულები. 2022 წლიდან ახორციელებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამას კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დღემდე უკვე 17 მუნიციპალიტეტის 250-ზე მეტი სოფელი გვაქვს დაფარული. ყველა თაობა ჩართული არის მეტნაკლებად პირდაპირ თუ ირიბად ინტერნეტიზაციის საკითხში. ამიტომ ნებისმიერი ტიპის საგანმანათლებლო თემატიკა, საგანმანათლებლო ტიპის ტრენინგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებში შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustavio.gt.